აი უბრალოდ ნახეთ ხალხო როგორ მარტივად გვაბოლებენ. იმ ფონზე როცა რეჟიმი კვლავ უარს ამბობს არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებაზე, ივანიშვილის მენეჯერმა კობახიძემ ამჯერად ვრცელი ვიდეო ჩაწერა არაბული ქალაქების პროექტის გასაკეთილშობილებლად, რომელიც დატვირთული იყო პროპაგანდისტული შეგონებებით. ხელშეკრულებას არ გვაჩვენებენ, მაგრამ ვერბალურად გადამოცემული შინაარსიდან უკვე მაგრად გაიჭენენ. ნახეთ, კობახიძე ამბობს, რომ სახელშეკრულების თანახმად სახელმწიფოს პროექტის მოგებიდან დარჩება 33%, რაც საქართველოს ბიუჯეტს 10 წლის მანძილზე დამატებით უმცირე $2 მილიარდ მოუტანს. ეს კი წელიწადში საშუალოდ 200 მილიონი ლარი. ანუ სახელმწიფოს მოგება ხელშეკრულების მიხედვით იქნება 33%. ესე იგი 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარიო. მარტივი არითმეტიკა მოვიშველიოთ. რას ნიშნავს ეს? თუ 10 წელში ჩვენი 33% იქნება 2 მილიარდი ლარი, კომპანიისთვის განკუთვნილი მოგების 2/3 იქნება 4 მილიარდი ლარი. ანუ კიდევ ერთხელ, პროექტის ჩამური მოგება 10 წელში იქნება 6 მილიარდი ლარიო. აქედან 33% სახელმწიფოს, ანუ 2 მილიარდი ლარი და 66% კომპანიას, ესე იგი 4 მილიარდი ლარი. ამავდროულად გვეუბნებიან, რომ კომპანიის მხრიდან პროექტის საინვესტიციო ღირებულება წარმოადგენს $6.6 მილიარდ, ანუ 18 მილიარდ ლარზე მეცდებენ პროექტშიო. და მოგების სახით 10 წელში მხოლოდ 4 მილიარდ ლარს იღებენ? ხო, არანაირ ლოგიკაში არ ჩნდება კომპანია 18 მილიარდ ლარზე მეცდებდეს პროექტში და 10 წელში მხოლოდ 4 მილიარდ ლარს იღებდეს მოგებად. შესაბამისად, სადღაც დიდი ტყუილი იმალება და კიდევ ერთხელ იკვეთება, რომ ერთ დიდ ფინანსურ სატყვარასთან, ანუ უპრეცედენტო მასშტაბის კორუფციულ ამბავთან გვაქვს საქმე, რასაც თავად ივანიშვილი უდგას სათავეში. აი თავი რომ დავანებოთ ამ პროექტის დემოგრაფიულ და სხვაგვარ კატასტროფიულ რისკებს, ისიც კი დიდი აფიორა, რასაც პროექტის ფინანსურ ნაწილზე გველაპარაკებიან. არ შეიძლება ამ ხალხს უვიცდა ყველაფერზე თავის მკვლელ მასად წარმოუადგენინოთ საკუთარი თავები. ჩვენი ეროვნული ინტერესების სანაცვლოდ მათ მიერ დადებულ ფარულ გარიგებას ქართულმა ხალხმა მკაფიო პასუხი უნდა გასცეს.